აგვისტო მოგვიახლოვდა და დროა რეალობას გავექცეთ. ზღაპარში ვიმოგზაუროთ. წამოვყევით საფრანგეთის სამხრეთით, ლაჟვარდოვან სანაპიროზე. აქ თავს ისე გრძნობ თითქოს ალისა ვარ საოცრებათა ქვეყანაში. მართალია 40 გრადუსი სიცხეა და კინაღამ აქ დავიდეთ სამუდამოდ ბინა მე და თამუნა, მაგრამ დამიჯერეთ. ამად ღირდა. სად არის აქ, ანუ სად ვართ ახლა? ეს არის დედამიწაზე ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის, როტშილდების რეზიდენცია. ვარდისფერი ვილა ეფრუსი დე როტშილდი მდებარეობს სან-ჟან-კაპ-ფერაზე. ეს არის ადგილი ნიცასა და მონაკოს შორის. ვილა ბეატრის დე როტშილდის საზაფხულო რეზიდენცია იყო. ბეატრისი დახვეწილი გემოვნებითა და ხელოვნების სიყვარულით იყო ცნობილი. მისი მიზანი იყო, რომ ეს ვარდისფერი ვილა გადაექცია პატარა მუზეუმად. მუზეუმი ზღვის ფონზე. მე მგონი არ უნდა იყოს ცუდი იდეა. ბეატრისის ვარდისფერ მუზეუმში აღმოაჩენთ მის მიერ შეგროვებულ ხელოვნების ნიმუშებს, რომელიც მან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოიტანა. მეგობრებო, ის იყო კოლექციონერი. აქ ნახავთ ლუი მე-15-სა და ლუი მე-16-ის ეპოქის აბჯს, მარმარილოს ბაროკო სტილის ბიუსტებს და ქანდაკებებს, პორტრეტებს როკოკოს ეპოქიდან, უიშვიათეს და დახვეწილ ფრანგული ფაიფურის ნიმუშებს. მათ შორის ისეთებიც არის, რომლებიც ოდესღაც მეფეებისა და არისტოკრატებისთვის სპეციალურად იყო დამზადებული. ეს ყველაფერი არ არის. ბეატრისმა როგორც ჩანს გადაწყვიტა, რომ დედამიწაზე 64 ბაღი გაეშენებინა. შეგიძლიათ გაისეირნოთ 9 სხვადასხვა სტილის ბაღში. ყველაზე ცნობილია ფრანგული ბაღი, წყლის მუსიკალური შადრევნით. მოკლედ, აქ არის ფრანგულიც, ესპანური ბაღიც, იაპონურიც, ტროპიკული, პროვანსული და სხვა ძალიან ბევრი ბაღია და რომელშიც გინდათ გაისეირნეთ. შეგიძლიათ დატკბეთ პანორამული ხედებით ხმელთაშუა ზღვაზე. ერთ მხარეს ჩანს ნიცა, მეორე მხარეს კი მონაკო. ვილა ეფრუსი დე როტშილდი 1996 წლიდან ოფიციალურად აღიარებულია საფრანგეთის ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შესვლა არ შეგვიძლია. შეგვიძლია დილის 10 საათიდან 6 საათამდე ღია. ამ სამოთხეში შესვლა სულ რაღაც 17 ევრო ღირს. გინდათ გაიქცეთ რეალობას და იმოგზაუროთ სამოთხეში, ოღონდ თან დედამიწაზე. მაშინ ეს ადგილი თქვენთვის არის. Bye bye!